კურცალაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. შევეცდები ყველა თქვენს კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და დავიწყოთ კითხვები, რომელიც შემოვიდა. Თქვენი მინისტრად დანიშნვის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში თანამშრომელთა ჯამური ხელფასი 20%-ით გაიზარდა. ზოგ საერთოდ არ მოიმატა ხელფასი, ზოგს 20%-ზე გაცილებით მეტად გაიზარდა, ძირითადად მენეჯმენტს, რომელსაც მინიმუმ 8000 ლარი აქვს ხელფასი არჩევნების დროს ხაშურში, საარჩევნო უბანზე ნაციონალების სონდერების შეჭრის დროს იქ იმყოფებოდა ზუმბურიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტია. რა ვიცი, ხელფასების გაზდას რაც შეეხება, მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ ჩვენი დავალებით ეს არ მომხდარა და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს მართლაც ასე იყო. ხელფასებს რაც შეეხება მენეჯმენტების მაღალ ხელფასებს, ეს არა მარტო ელექტროსისტემაშია, ზოგადად ყველა კომპანიაში პირველ პირებს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მაღალი ანაზღაურება აქვს და ჩემის აზრით ეს ნამდვილად გადასახედია. თვითონ ზუმბურიძეს საქმიანობას რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის იმყოფებოდა ხაშურში ზონდერებთან ერთად, თუ ვინმეს გაქვთ ამასთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტები, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, მე ვიცი რომ ზუმბურიძე არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პიროვნება, ძალიან კარგად ართმევს თავის საქმიანობას და თქვენ თუ გაქვთ რაიმე კომპრომატები ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი მოითხოვს. შემდეგი კითხვა არის აჭარაში ჰესების მშენებლობა. დიდი ამბებით დაანონსდა. ტატა გრუპი და ნორვეგიელები ააშენებენ. აჭარის სანაპირო ზოლზე თუ უფიქრია ვინმეს ბათუმი და ქოფულეთი გადავაყოლოთ ჰესებს, მცირე ჰესების განვითარების საკითხზე თუ არსებობს რაიმე მოსაზრება მთავრობაში. ესე იგი, კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, აჭარაში აშენდება თუ არა ჰიდროელექტროსადგურები. აჭარაში ჰიდროელექტროსადგურები აჭარის ხლებზე ნამდვილად აშენდება, დაწყებულია ამასთან დაკავშირებით მუშაობა. ტატა ჯგუფს რაც შეეხება, ჩამოსულები იყვნენ რამოდენიმე დღის წინ და მოლაპარაკებებს მართავენ ნორვეგიულ კომპანიასთან, Clean Energy-სთან, რომელსაც აქვს 4 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი და დღეს მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მინდა აღნიშნო, რომ ეს ნორვეგიული ჯგუფი ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია, რომელსაც ჩვენი მხრიდან არანაირი პრეტენზია არ ქონია გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაკეთებას, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვას ყველაფერს აკეთებს ევროპული სტანდარტებით. ტატა ჯგუფს რაც შეეხება, არის ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია მსოფლიოში. 2011 წელს ამ კომპანიის შემოსავალმა 100 მილიარდზე მეტ შეადგინა. ამ კომპანიის დაინტერესება დიდია საქართველოში არა მარტო ჰიდროელექტროსადგურების აშენებით, უთხით ტურიზმის განვითარებით და სხვადასხვა საქმიანობით და ეს ნამდვილად მისასალმებელია. და კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უნდა გადავაყოლოთ ბათუმი და ქობულეთი ამ ჰიდროელექტროსადგურების აშენებას, არ ვიცი რა პასუხი დავცე, თუ გააქვთ რაიმე კონკრეტული რა პრობლემებს იწვევს, შეგიძლია უფრო დეტალურად მოგვაწოდოთ და გითხრათ ამასთან დაკავშირებით. მცირე ჰესების განვითარების საკითხზე თუ არსებობს რაიმე მოსაზრება მთავრობაში. რა თქმა უნდა, მცირე ჰესები და საშუალო ჰესების მშენებლობა დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის, როგორც მოიხსენებათ, საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა, იმის და მიუხედავად რომ მართლა ძალიან ბევრი და დიდი რესურსებია წყლის და იმისა რომ მივიღოთ ახალი სიმძლავრეები, ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენ დღეს სამთრის პერიოდში განსაკუთრებით გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, ანუ ვაწარმოებთ იმპორტს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. მაგრამ მომავალში, როდესაც ავაშენებთ ახალ ჰიდროელექტროსადგურებს, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა აღარ იქნება და ნამდვილად არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ საქართველო გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა. ბატონო კახა, თბილისში, პეკინის 41-ში, გპ-ის ყოფილ საერთო საცხოვრებელში 2 კორპუსია 14 სართულიანები, სადაც ცხოვრობს 500 ოჯახზე მეტი დევნილი ოჯახი. კორპუსები არაა გაზიფიცირებული და მხოლოდ ელექტროენერგიის იმედად ვართ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ელექტროენერგიის ხარჯები გააქვთ, მით უმეტეს ზამთარში იქნებ რამითი გვიშველოთ. იგეგმება თუ არა ჩვენი კორპუსის გაზიფიცირება, თუ დევნილებს იმდენი შემოსავალი გვაქვს, რომ დენით გათხოვის ფუფუნება შეგვიძლია, ეს შეყავათი ელექტროენერგია ჩვენ არ შევტყობია.
ესე იგი ამ როგორც ვთქვი, აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კორპუსებს არ აქვს გაზი შეყვანილი, გაზიფიცირება, თუ შეუძლიათ კობა კოლუაშვილი წერს, შეუძლიათ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად რაც შეგვეძლება ყველანაირად დაგვეხმარებით ან ტოლთა სამინისტროს, ტოლთა დასახლების სამინისტროს მიაწოდოთ ინფორმაცია და ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით რაც შეგვეძლება. ასევე გამარჯობა კახა აზტრანსგასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. თუ ხართ საქმის კურსში, როგორ მოახერხა წინა ხელისუფლებამ აშკარად რომგებიანი კომპანიისთვის 80 მილიონიანი ვალის დადება და სათანადო ორგანოები თუ დაინტერესებულან ამ საკითხით. როდის ბრუნდებიან ხაზრასგასში ყაზახები, რას ნიშნავდა შარშანდელი არჩევნების შემდეგ მათი გამოჩენა და სწრაფად გაუჩინარება? რატომ მუშაობენ დღემდე ხაზრასგასში სათავეში ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული არაკომპეტენტური კადრები? დაინტერესებულად თუ არა ვინმე რომ დღეს ჩააგდეს ამ ადამიანებმა კომპანია და რა გაუსახლის მონურ პირობებში მუშაობენ ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. თბილისის გარდა მთელი საქართველოს გაზით მომარაგებელია სოკარი, რომელსაც თბილისის გაზომარაგებაზე ჰქონდა პრეზენზია. თუ ყაზახების დაბრუნება აღარ ხერხდება, რატომ არ შეიძლება რომ თბილისის გაზომარაგების უფლებაც ყაზტრანსგაზის გაცილებით დალაგებულ სოკარს გადაეცეს? ყაზტრანსგაზს რაც შეეხება პრობლემები ნამდვილად ჰქონდა ამ კომპანიას და დღესაც გააჩნია ძალიან დიდი ვალები დაგროვდა, ფაქტიურად ტექნიკური დანაკარგები იყო ასული 55%-მდე, რაც ძალიან დიდია და ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ კორუფცია იყო ძალიან დიდი ამ კომპანიაში. იმის მერე, როდესაც დროებითი მმართველი შევიდა, მდგომარეობა გამოსწორდა შედარებით და დღესაც იმასთან შედარებით თუ რა მდგომარეობა იყო, უკეთესი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ყაზახების დაბრუნებას რაც შეეხება, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ყაზახური დელეგაცია ჩამოსული, ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები ჰქონდა ამ კომპანიას, მათი ინტერესი არის ის, რომ დაიბრუნონ ეს კომპანია და ჩვენ არანაირ წინააღმდეგობა არ გამოგვიდგენს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვუთხარით, რომ მოიფიქრეთ, იმიტომ არის გარკვეული პრობლემები ვალებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ვალი ყაზახეთის ქვეყნის მიმართ, თვითონ კომპანიას კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ აქვს გარკვეული დავალიანება და საუბარი იქნება ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები შედგება, რომ რაღაცნაირად მოხდეს შეთანხმება ან გადათამაშება ამ ვალების. ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა არანაირი, რომ პირიქით მივესალმებით, თუ იქნება ცურვილი ჩამოგზავნեն, განახორციელონ ინვესტიციები, ჩვენ მზად ვართ ეს კომპანია დაუბრუნოთ, მათ გააგრძელონ ჩვეულებრივი მუშაობა, უბრალოდ არის გარკვეული დეტალები, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს. ბატონო კახა, სად არის თქვენი დაპირებული გაიაფებული ენერგო რესურსები? რა დრო დასჭირდა ფეხბურთელი რომ გამხდარიყო და რა დრო პოლიტიკოსად გახდომისთვის? 10% როდიდან აკლდება გაზის ტარიფს. ადრე თქვით რომ მარტიდან ეს ალბათ ძველი კითხვა, იმიტომ მოგეხსენებათ გაზის ტარიფზე უკვე ფასი შემცირებულია 10% 1 მარტიდან უკვე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღოს შემცირებული 10%-იანი შემცირებული ტარიფი. 300 კილოვატის ზემოთ ხერხდება თუ არა ტარიფის დაწევა? რატომ არ მუშაობენ უფრო აქტიურად PR-ზე? 300 კილოვატის 301 კილოვატზე მეც ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას მოგეხსენებათ ჩვენს მიერ, როდესაც მოხდა შემცირება ამ აბონენტებს არ შეეხო და მიდის აქტიური მუშაობა იმაზე, რომ მოგეხსენებათ 31 მარტამდეა გაფორმებული სამთვიანი ხელშეკრულებები, მემორანდუმები, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ და იქნებ გამოვნახოთ კიდე რაიმე საშუალება, მოიძებნოს რაიმე დეტალები იმისთვის, რომ ვინც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, იმათაც შეეხო. თუ მოხერხდება და თუ გამოიძებნა რაიმე საშუალება, აუცილებლად შეუნცირდებათ. თუ არა და მაშინ ასე ვთქვათ 31 მარტის მერე გაფორმდება უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულებები ამ შემცირებული ტარიფით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა. ბატონო კახა, სად არის თქვენი დაპირებული გაიაფებული რესურსები, ენერგო რესურსები? მე ამაზე უკვე გავეცით პასუხი.
როგორც მოგესალმებით წინასაარჩევნო ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მერე აუცილებლად მოვახერხებდით და შევამცირებდით გადასახადს ელექტროენერგიაზე, გადასახადს გაზზე, შემცირდებოდა საწვავის ფასები და ეს ყველაფერი როგორც დაპირებული ვიყავით, დაიწყო ყველაფრის შესრულება, ელექტროენერგიაზე ფასები დაიწია, გაზზე ჩვენ მოვახერხეთ ამ შემთხვევაში 10%-ით დაგვეწია, საწვავის ფასებს რაც შეეხება, თუ შევადარებთ ჩვენ შარშანდელთან შედარებით გაცილებით დაწეულია და არ გამოგვიცხადა, რომ კიდევ მოხდეს ფასების დაწევა. რა მდგომარეობაა ხუდონხესთან დაკავშირებით? ხუდონხეს რაც შეეხება, დღესდღეობით ყველანაირი სამუშაოები შეჩერებულია ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. ვთხოვეთ ინვესტორს, რომ გაგვეჩერებინა 3 თვით ყველანაირი სამუშაოები და ეს მართლაც ასე მოხდა, ეს იმისთვის, რომ გავიაროთ ერთად, გავიგოთ ამ პროექტის დადებითი უარყოფითი მხარეები, ჩვენ შევქმნით კოალიციას, სადაც გაწევრიანებულია ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ენერგეტიკოსები, ექსპერტები, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ერთობლივად მუშაობთ ამ პროექტთან დაკავშირებით, გავიგოთ რა აქვს დადებითი, რა აქვს უარყოფითი გარემოზე ზემოქმედების შეფასება დაიდოს მაღალხარისხიანი, როგორც ევროპულ განვითარებულ ქვეყნებშია და ამის მერე თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ პროექტის აუცილებლობაზე, მიზანშეწონილებაზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. იქ არის გარკვეული პრობლემები მოსახლეობასთან დაკავშირებით და მე მინდა ეს ყველა მიცოდეს, ეს პროექტი არ განხორციელდება თუ მოსახლეობის თითოეული ოჯახის პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი. ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პრობლემების მოგვარება, ამ რაზეც ინვესტორი უარს არ ამბობს და ესეც დადებითია და მისასალმებელია. როგორ ხედავს მინისტრი საქართველოს ენერგორესურსების ათვისებას? დიდი ჰესები, უცხოური ინვესტიციების ჩადებით თუ მცირე ჰესები? ენერგო უსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას მივისაუბრე, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას რაც შეეხება მოგესალმებათ დაწყებულია რამოდენიმე ჰესის მშენებლობა და აუცილებლად გაგრძელდება და ასრულდება. დიდ ჰესებს რაც შეეხება ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ, ჩვენ არ გვინდა ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი როგორც სინახელისუფლების დროს გექნებოდა. გვინდა გავაკეთოთ საჯარო განხილვები, ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ჰიდროელექტროსადგურები, თუმცა უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ დიდი პროექტები, დიდი ჰიდროელექტროსადგურების პროექტები ბევრი არ აქვს, 3-4 შეიძლება იყოს და განვიხილავთ ერთად, თუ იქნება, ასე რომ ვთქვათ, დადებითი შეფასება გაკეთებული, რა თქმა უნდა, აშენდება და გაკეთდება. ჩემი როგორც მინისტრის აზრით თუ გაინტერესებთ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ამის რესურსები ნამდვილად გააჩნია ქვეყანას და ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ, გავხდეთ ექსპორტიორი ქვეყანა. ამის საშუალება გვაქვს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვახერხოთ. შესაძლებელია, რომ მცირე ჰესების ასაშენებლად რეგიონალურ ბიუჯეტებისთვის იყოს გათვალისწინებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში. თვითონ სახელმწიფოს ჩართულობას რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებში, ცოტა რთული იქნება. სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. ისეთი პროექტებში, როგორც არის მაგალითად ხუდონი, ნესკრა, ნამახვანი, თუ მოხდება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ დიდი ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა, მაშინ არ გამოვრიცხავ და შესაძლებელია სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტებში წილობრივად. ეს შეიძლება იყოს 20, 25, 30, 40%, 50% გააჩნია პროექტს და პროექტის მიზანშეწონილებას. თვითონ მცირე ჰესების მშენებლობას რაც შეეხება მუნიციპალიტეტების დაფინანსება, ცოტა რთულად მეჩვენება, იმიტომ საკმაოდ ბევრი პრობლემებია რეგიონებში და სხვა უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს მუნიციპალიტეტებს განსახორციელებელი იმ თანხებით, რასაც ისინი ბიუჯეტიდან იღებენ. გამოსათხოვარი მატჩი როდისთვის იგეგმება? გამოსათხოვარ მატჩს რაც შეეხება, აუცილებლად ჩავატარებთ ამ თამაშს. სხვათაშორის ჩემთანაც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი წერილი მოდის ამასთან დაკავშირებით. მე პირობულად მიცემული კათოლიკურ შემოქმედებას აუცილებლად ჩავატარებთ. ამ შეხვედრას ეს იქნება ალბათ გაზაფხულზე, როდესაც უკვე დათბება, კარგი ამინდები იქნება
აუცილებლად გვექნება იმის საშუალება ნახოთ ეს შეხვედრა. 6 თებერვალს უკვე შედგა პირველი შეხვედრა ხუდუნხეცის მშენებლობასთან დაკავშირებით. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ზონა სეისმურად აქტიურია და თან გარემოზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. არის კი ასეთი სფეროზე წასვლა აუცილებელი. რაც შეეხება ხუდონის თემას, მეკითხავით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები, განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით, სეისმურ ზონას რაც შეეხება, საქართველოს ზოგადად ითვლება სეისმურ ზონად. რა თქმა უნდა, იქ ჩატარებული იქნება კვლევები და ყველაფერი თუ იქნება მიღება გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული ჰიდროელექტროსადგურის აშენებასთან, ყველაფერი იქნება ძალიან მაღალი ტექნოლოგიებით გაკეთებული და რაიმე პრობლემები არ იქნება. თუ ნამდვილად მართლა დამტკიცდა და იქ შეუძლებელია და დამტკიცებენ ექსპერტები თქვენ რომ არ შეიძლება იქ ჰიდროელექტროსადგურის აშენება, კაშხლის გაკეთება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გაკეთდება. საქართველოში ტარიფი კი არ არის მაღალი, ხელფასებია დაბალი და ხელფასები რომ არის დაბალი, მაგის მომატებაზე არის საჭირო მუშაობა, რასაც თავისუფლად GDP-ს გაზრდა სჭირდება. რა თქმა უნდა, ხელფასები რო შევადაროთ ნორმალურ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, ძალიან დაბალია და ამას რა თქმა უნდა დრო დაჭირდება. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ ადამიანებს ნამდვილად არ კონდეთ პრობლემები კომუნალურ გადასახადებზე. მე მინდა გითხრათ, რომ ის გადასახადები, რომლებიც დღეს საქართველოშია, იგივე გაზზე, იგივე ელექტროენერგიაზე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ერთ-ერთი დაბალი გადასახადებია საქართველოში და მაგრამ ისე უჭირს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას დღეს არ აქვს სამუშაო ადგილები, ხელფასების ნაკლებობა, რომ ეს გადასახადები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული თავისი ხელფასებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, უნდა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ამაზე ჩვენ აქტიურად მუშაობთ. ეს ერთ წელში რა თქმა უნდა ამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ იცით პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეორე წელი უკეთესი იქნება, მესამე უფრო უკეთესი და მეოთხე იქნება ძალიან კარგი წელი ყველასთვის. ძალიან დიდი ინვესტიციების ჩადება ხდება სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ გლეხი და სოფელი. გლეხის სიძლიერე ნიშნავს, რომ სოფელი იქნება ძლიერი, სოფლების სიძლიერე რაიონის და ქალაქების სიძლიერეს ნიშნავს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე 1 მილიარდის ინვესტიციები განხორციელდება, რომ გლეხს ექნება საშუალება ფაქტიურად მთავრობა უფასოდ დაუხნავს, დაუთესავს, ექნება იმის საშუალება მიიღოს შხამქიმიკატები უფასოდ იმისთვის, რომ მოსავალი მოიყვანოს და სახელმწიფო იზრუნოს გლეხების მიერ მოყვანილი მოსავლის გასაღებაში, არა მარტო შიდა ბაზარზე საქართველოში, არამედ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ რუსულ ბაზარზე დავბრუნდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ გექნებათ იმის საშუალება, თქვენს მიერ მოყვანილი პროდუქტი გაიტანოთ რუსულ ბაზარზე, ეს იქნება ღვინო, ხილი, ციტრუსი და ძალიან ბევრი რამ. რა პერსპექტივას თავაზობთ ზოგადად დამწყებ ინჟინერებს და განსაკუთრებით უცხოეთში თითქმის ჩამოსასვლელი მართლა განათლება მიღებულ ინჟინერებს, როგორც ზოგადად საქართველოს, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს მასშტაბით. რაც შეეხება ინჟინერებს და ძლიერ სპეციალისტებს, ამ დარგში არის გარკვეული ნაკლებობა, იმიტომ ყველა ძლიერი სპეციალისტი, ყველა უმეტესობა, ვისაც საშუალება ჰქონდა განსაკუთრებით ახალგაზრდები წასულები არიან უცხოეთში და იქ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს და აქ დაბრუნებაზე ხშირ შემთხვევაში უარს განაცხადებენ. აქ დარჩენილ სპეციალისტებს რაც შეეხება, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველასთან მითანამშრომლოთ, სხვადასხვა პროექტებია და მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ თუ ვინმეს აქვს იმის სურვილი, ასე რომ ვთქვათ, ჩაერთოს გარკვეულ პროექტებში, შეუძლიათ მოგვმართოს ენერგეტიკის სამინისტროს, მოიტანონ თავისი CV-ები, სადაც ასახული იქნება თავიანთი გამოცდილება და ჩვენ ყველას მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა ადამიანი გამოვიყენოთ და ყველა სპეციალისტი გამოვიყენოთ.
უკვე ერთი თვეა თბილისში ათონელის 68-ში მდებარე ყოფილი სკოლის შენობაში შესახლებულები არიან სოციალურად დაუცველები. იმის გარდა რომ ამ ადამიანებს არ აქვთ რეალური დახმარება სახელმწიფოსგან, ამ ობიექტზე არ არის ელექტროენერგია და გათბობა, როგორც ამბობენ, რაღაც დავალიანება აქვს ამ ობიექტს. ეს ადამიანები იყინებიან, არის ძალიან ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი. ელექტროენერგიის გარეშე ამ შენობაში ცხოვრება არის წარმოუდგენლად საშიში. თვითონ თემას რაც შეეხება, ეს ალბათ უფრო ტოლთა და განსაკუთრებით სამინისტროს თემაა, ელექტროენერგიის არქონას რაც შეეხება, ეს არის თელასის პრობლემა, მე არ ვიცი ვის ბალანსია ეს შენობა, სადაც ეს ადამიანები იმყოფებიან. მე როგორც ვიცი, სოციალურად დაუცველებს აქვთ დახმარება სახელმწიფოსგან 200 ლარი თუ არ ვცდები, არ ვიცი, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ელექტროენერგიის არქონასთან დაკავშირებით მე აუცილებლად მოვიძიებ ათონელის 68-ში მდებარე სკოლას არქონია ეს ელექტროენერგია, გავიგებ თუ რის გამო არ არის ელექტროენერგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალბათ გარკვეული პრობლემები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ან იქნება დავალიანება, ან გარკვეული პრობლემა არის, გავიგებ ყველაფერს და აუცილებლად ვეცდები მოვაგვარო ეს ყველაფერი. ყველაზე მეტი დატვირთვა ენერგო პროჯორჯიას და თელასის ხარჯზე მოდის, როგორ ფიქრობთ, აქ მოყოფილებს კი მათი პროფესიული დონე საქართველოში არსებულ ენერგოსისტემის გამართულ ხარისხიან და მინიმალური დანარგების მუშაობის ხარისხს. რაც შეეხება ამ ორ კომპანიას, კი თელასი ემსახურება თბილის დედაქალაქს, ენერგო პროჯორჯია საქართველოს, ასე ვთქვათ, დანარჩენ რეგიონებს ერთადერთია კიდე კახეთის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც კახეთს ამარაგებს ელექტროენერგიით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა კახეთის სადისტრიბუციო კომპანიაში, გაკოტრების რეჟიმში იმყოფება და თვითონ ძალიან დიდია პრობლემა ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების, რომლებიც არსებობს კახეთის რეგიონში. ერთი უამინდობა და გარკვეული პრობლემები იქნება, მაშინ ხდება ელექტროენერგიის გათიშვა და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თანხები იქნება ჩასადები და ძალიან ბევრია სამუშაო. ჩვენ ასევე გვექნება მოლაპარაკებები ლიტურ კომპანია ახელმა ჯგუფთან, რომელიც ფლობს კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას, მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ისინი აცხადებენ თითქოს ხელოვნურად მოხდა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის გაკოტრება და დავიწყებ ჩვენ მუშაობა ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ობიექტურია მათი ბრალდებები, უბრალოდ გვინდათ რომ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, დადებითად გადაწყდეს ეს პრობლემა. თვითონ რაც შეეხება ენერგო პროჯორჯიას და თელას, ეს კომპანიები დღესაც აწარმოებენ, ასე ვთქვათ, გამრიცხველიანებას, არსებული ხაზების რეაბილიტაციას, ქვესადგურების რეაბილიტაციას და თქვენ ალბათ თუ დააკვირდებით, გარკვეულწილად ხდება ხოლმე არა მარტო დედაქალაქში, რეგიონებშიც ელექტროენერგიის გათიშვა რაღაც 1 საათი, 2 საათით, ეს ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ჩატარებული მიმდინარე სამუშაოების გამო, ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა ავარიების გამო. კახში და ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი სოფელში ინდუსტრიის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის ირმა პაპუნაშვილის გათავისუფლების ფაქტზე საუბრობს და თქვენს გვარს ახსენებს. მისი თქმით, კადრში ჩანს, რომ თქვენ პაპუნაშვილს უკანასკნელ ხმაზე უყურებთ. პაპუნაშვილი 9 ივლისს გამოვლენილი ეთნიკური ნორმების დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლდა. გასულ დღეში შემთხვევა ესეთქობა კვების როლის პერიოდს უკავშირდება. ეს კარალიც ნამდვილად არ უკავშირდება, მაგრამ ქართლში ერთ-ერთ სოფელში ახლა სოფელი არ მახსოვს, ზუსტად რომ სოფელში ვიმყოფებოდით, მახსოვს ეს კალბატონი ძალიან აქტიურად გამოირჩეოდა, ლანძღავდა ყველა იქ მისულ ქართული ოცნების წარმომადგენელს. თუ ხალი იყო ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ახლა გავიდი კალბატონი ყოფილა, მე მეგონა სულ სხვა სახეობა იყო რაღაც და ეხლა მივხვდი რომ ეხლა გავიგე რომ კალბატონი ყოფილა. რა თქმა უნდა, კალბატონის განსაცდელი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც საჯარო სამსახურში ხარ, საჯარო მოხელე ხარ, პირიქით მიფიქრობ, რომ სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი უნდა იყო შენი ქცევებით. თვითონ განთავისუფლების ფაქტს რაც შეეხება, ეხლა პირველად გავიგე მოწერილი წერილიდან, მე მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ადამიანები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის წინაშე, ხალხის წინაშე, იმ ადამიანებმა
აუცილებლად პასუხი უნდა აღვრო, იმიტომ ჩვენთვის სამართლიანობის ადგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი კიდეც უმნიშვნელოვანესი და ეს მართლაც ასე იქნება. შეიძლება დღეს იმ სასამართლოს პირობებში, რომელსაც კუბლაშვილი და სააკაშვილი მართავს, ცოტა რთული იყოს, მაგრამ სასამართლოს ნამდვილი სახე ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფაქტიურად ადამიანების 90%, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, რომელსაც დაკავება ხდებოდა, იყო შეთეთქმული საქმეებით, შეკერილი საქმეებით, სრულიად უკანონოდ დაკავებდნენ ადამიანებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა უკიდურეს უფრო საერთოდ საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდით ადამიანებს, რომლებსაც მართლა დანაშაული აქვთ ქვეყნის წინაშე, კანონის წინაშე, ამ ადამიანებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უპრობლემოდ ათავისუფლებენ სასამართლო დარბაზებიდან. აი ეს არის დღევანდელი ჩვენი სასამართლო, სააკაშვილის და კუბლაშვილის სასამართლო, მაგრამ მინდა უთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ძალიან მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, ძალიან მალე ყველაფერი დაალაგდება. მე თქვენ მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. ეს იყო ის ძირითადი კითხვები, რომელიც შემოსული იყო და მე ყველანაირად შევეცადე ყოფილიყავი გულახდილი და ყველა კითხვაზე ამწურავ პასუხი გამეცა. თუ მომავალშიც რაიმე კითხვები გექნებათ, მზად ვართ ყველა კითხვას პასუხი გავცემ. წარმატებებს გისურვებთ ყველას.